კატები მეზიზღება. არა, მე არ მესმის კატები როგორ არ უნდა გიყვარდეს ადამიანს. რას ნიშნავს სამყაროში ყველაზე საყვარელი ჭკვიანი და კაი ტიპი არსება არ მოგწონს? საერთოდ ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კატა, ჟირაფი და პანდა. თქვენი საყვარელი ცხოველი რომელია? სხვათა შორის, როდესაც არტ ბლოკი მაქვს, აი, როცა გინდა თითქოს ხატვა, შინაგანად გრძნობ იმპულს, მაგრამ რაღაც გაჩერებს. ჩემ შემთხვევაში მეტწილად ეს პერფექციონიზმი არის. ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ დავხატო ის, რაც ძალიან მიყვარს. და ყველანაირად ვცდილობ ხატვისას არ ვიფიქრო და მაქსიმალურად თავისუფლად ვხატო. ხელოვნება ხომ ემოციის გამოხატვის საშუალებაა და მთავარი შინაარსი არის. გამოსახულებაში ჩაქცოვილი გრძნობა და არა იდეალური გამოსახულება. რაც ბლოგი დავიწყე, საკმაოდ დიდ წინსვლას ვგრძნობ ხატვის უნარების და ემოციური მდგომარეობის მიდგომის მხრივაც. უფრო თავისუფალი ვარ ხატვისას. და იცით, თქვენს მხარდაჭერას უდიდესი როლი მიუძღვის ამაში. როცა მალაიქებთ, მაფოლოვებთ, უსაყვარლეს კომენტარებს მიწერთ, მესიჯებში მწერთ, ამაზე დიდ мотивაციას არაფერი მაძლევს და მადლობა. თუმცა როგორც ყველა ადამიანს, ზოგჯერ მაინც მაქვს პერიოდები, როცა ეს პერფექციონიზმის დემონი არ მაძლევს საშუალებას, რომ თავისუფლად ვხატო. მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო შედეგზე და დავტკბე პროცესზე. სწორედ ამ მიდგომით დავხატე ეს საყვარელი ფისო და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. თქვენ რას ფიქრობთ?